დაჯახების თეორიაზე აქამდე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ იმისთვის, რომ მოლეკულები შევიდნენ ერთმანეთთან რეაქციაში, საჭირო არის ისინი ერთმანეთს დაეჯახონ, ესე იგი, დაჯახება 1. შემდეგ მათი ორიენტაციაც უნდა იყოს სწორი, ანუ ზოგი ორიენტაციის შემთხვევაში, რომც დაეჯახონ არ მოხდება რეაქცია, ასე რომ ორიენტაციას მნიშვნელობა აქვს და ბოლოს საკმარისი ენერგია არის საჭირო იმისთვის, რომ რეაქცია მოხდეს. ახლა, თუ შევხედავთ არენიუსის განტოლებას, აი აქ არენიუსის განტოლებაში ეს K არის სიჩქარის მუდმივა, რაც ინგლისურად rate, constant rate, კარგი სიტყვა, უფრო უნივერსალურია. შემდეგ აი ეს A არის სიხშირის ფაქტორი და ამის იდეა არის ის, თუ რამდენად ხშირად დაეჯახება ერთმანეთს ორი მოლეკულა, მაგაზე შეიცავს ინფორმაციას. ანუ რეალურად შეიცავს ინფორმაციას აი ეს A დაჯახებებზე და ორიენტაციაზე. ანუ დაჯახების ალბათობა არსებობს გარკვეული, ხო? და ასევე იმის ალბათობა, რომ ორიენტაცია იქნება სწორი. და სწორედ ეს ინფორმაცია შედის ამ A-ში. და ბოლოს აი ამ E ხარისხად რაღაცას, მოდი დავარქვათ F-ი, F-ს იმიტომ არქმევენ ხოლმე, რომ ინგლისურად fraction არის რაღაცის, არა გადამწყვეტი ეგ, მაგრამ აქ რაც შედის, ეგ უკავშირდება ენერგიას. და თუ დაუკვირდებით ხარისხს, ხარისხში შედის აქტივაციის ენერგია, რომელიც იქნება ჯოული მოლებში გაზომილი, ესე იგი, აქტივაციის ენერგია. ერი ვიცით და არ მივაწერ რა არის, ეს არის იდეალური აირის მუდმივა და ეს არის ტემპერატურა. პრინციპში მაგასაც არ მივაწერ, იმიტომ რომ ცხადია ხო რაც უნდა იყოს. მოდი რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ და კარგად გამოჩნდება, როგორი გავლენა აქვთ აი ამ სიდიდეებს, როცა ისინი იცვლებიან, ერი არ შეიცვლება, მაგრამ აქტივაციის ენერგიას და ტემპერატურას, როგორი გავლენა აქვს სიჩქარის მუდმივაზე და რეალურად თვითონ რეაქციაზე, ხო? ესე იგი, ეს კარგი იქნებოდა, რომ ქართულად ყოფილიყო, მაგრამ პრინციპში ზოგ ვიდეოში არ იქნება ურიგო, რომ ინგლისურიც იყოს. ანუ ისე აი ეს ჩაიწერებოდა კილოჯოული მოლზე. მაგრამ კარგია ესეც ვნახოთ. ეს მაგალითი უბრალოდ გავაკეთოთ იმისთვის, რომ მე ამას შევადაროთ სხვები, ანუ ეს ერთგვარი საკონტროლო მაგალითივით იყოს. მოდი დავთვალოთ F-ის მნიშვნელობა არა იქნება დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული სიდიდე იქნება და არ გვაინტერესებს ახლა დიდად. ანუ მთავარი არის ამათი ცვლილება რა გავლენას იქონიებს მთლიანობაში სისტემაზე, ხო, და სიჩქარეზე. და ამათი ცვლილება მთლიანად F-ში შედის. ასე რომ დავთვალოთ F-ი. ესე იგი, F-ი, როგორც აღვნიშნეთ, არის E ხარისხად და ახლა ჩავსვათ რიცხვები. ზემოთ გვაქვს, მოდი ავწევთ ცოტა ამას. აქ გვაქვს მინუს აქტივაციის ენერგია, რომელიც ამ შემთხვევაში არის 40 კილოჯოული მოლთან, ანუ 40000 ჯოული მოლთან, ხო? ესე იგი, ეს არის აქტივაციის ენერგია, ეცა ცოტა უკეთესად ჩავწერო. და ქვემოთ გვაქვს მუდმივა, ესე იგი 8.314 ჯოული შეფარდებული კელვინ მოლთან და 363 კელვინი. ანუ მოცემული რაც გქონდა და ერთეულები თუ დაუკვირდებით, ყველაფერი გავათილდება, რაც მოსალოდნელიც არის, იმიტომ რომ E ხარისხად რაღაც რიცხვი უნდა მქონდეს და არა რიცხვი ერთეულით, ხო? და მოდი ახლა დავთვალოთ ეს რისი ტოლია. ესე იგი, ჩვენ ახლა გვინდა, რომ E ავიყვანოთ ხარისხში 40.000 მინუსით გაყოფილი 8.314-ზე და გაყოფილი 373-ზე. და უდრის 2.5 და პრინციპში მეტი აღარც მაინტერესებს 10-6. ესე იგი, ეს არის მიახლოებით 2.5 გამრავლებული 10-6-ზე. ამის შინაარსი რომ წარმოვიდგინოთ, ანუ ეს დაახლოებით რას გვეუბნება, თუ გვაქვს, ესე იგი, მოდი ასე დავწერ. ჯერ თვითონ რიცხვი შინაარსობრივად ეს რიცხვი რა არის? 2.5 10-6. ეს ხომ არის იგივე რაც, ესე იგი, მოდი მძიმებით გამოვყობ, კარგად რომ გამოჩნდეს. 2.5 გაყოფილი მილიონზე. ამის ინტერპრეტაცია მეორენაირად ანუ ფიზიკური ინტერპრეტაცია ან ქიმიური უწოდოთ. არის რომ ყოველ მილიონ მოლეკულაზე ამდენი შევა რეაქციაში, რაც არის ძალიან ცოტა. ახლა მოდი გავაკეთოთ მომდევნო მაგალითი, სადაც
დასაწყისში თუ 40 კილოჯოული მოლზე იყო აქტივაციის ენერგია, ახლა იქნება 4-ჯერ ნაკლები. და მოდი ვნახოთ მაგ შემთხვევაში რა დაემართება, ანუ რა მოხდება, რა შედეგს მივიღებთ საბოლოო ჯამში. ანუ ეს იტევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქტივაციის ენერგია რადგან არის ამდენი და ტემპერატურა არის ამდენი, მაშინ ყოველ მილიონ მოლეკულაზე დაახლოებით ამდენი შევა რეაქციაში. დაახლოებით ესაა იდეა. ეხლა ვნახოთ რიცხვი როგორ შეიცვლება, როცა აქტივაციის ენერგია შემცირდება. შემცირდა 4-ჯერ. ესე იგი დავთვალოთ ისევ F-ი. ამჯერად F-ი არის E ხარისხად -10,000, ანუ 10 კილოჯოული, ხო? შეფარდებული იგივე რაღაცებთან, ესე იგი 8,314 და არა, 363. ხა მოდი ვნახოთ ეს რისი ტოლია. ესე იგი E ხარისხად 10,000, ოღონდ მინუსით, გაყოფილი 8,314-ზე და გაყოფილი 373-ზე. ამჯერად მივიღეთ 0,04 მიახლოებით, ამიტომ მოდი მაგას დავწერე, ესე იგი 0,04. ახლა იგივენაირად შინაარსობრივად რომ გადმოვწეროთ ეს რა არის? ანუ მოდი აქვე გავუტოლებ. ესე იგი ქვემოთ რომ დავწერო ისევ მილიონი, რომ შევადაროთ მარტივად, თორემ მილიონის დაწერის საჭიროება არ გვაქვს აქ. ზემოთ გვექნება 40,000. ანუ 4-ჯერ რომ შევამცირეთ აქტივაციის ენერგია, ამან გამოიწვია ის, რომ ყოველ მილიონ მოლეკულაში 40,000 შევა რეაქციაში. და ახლა მოდი ბარემ ერთი ნაბიჯიც გადავდგათ და ვნახოთ ტემპერატურა როცა იქნება განსხვავებული, ანუ დავტოვოთ 10 კილოჯოულ მოლზე და ტემპერატურა როცა იქნება განსხვავებული, მაშინ რა შეიცვლება ეგ ვნახოთ. ესე იგი, გვაქვს ისევ F-ი, E ხარისხად -10,000 შეფარდებული 8,314 გამრავლებული ამჯერად 473-ზე. ახლა ვნახოთ ეს რას უდრის. ესე იგი E ხარისხად 10,000 მინუსით გაყოფილი 8,314-ზე გაყოფილი 473-ზე. მივიღეთ მიახლოებით 0,08. 0,08. რაც ისევ თუ შევადარებთ წინა სიტუაციას, მოდი ამას ისევ გამოვყოფ მძიმეებით. ყოველ მილიონზე გამოვა 80,000 მოლეკულა, რომელიც შევა რეაქციაში. ესე იგი, რა დავასკვენით ახლა აქედან? აქედან დავასკვენით ის, მოდი ბოლომდე ავწიოს, რომ თუ შევამცირებ აქტივაციის ენერგიას, მაშინ ეს გამოიწვევს გაზრდას. მოდი ჯერ დავუკვირდეთ, სანამ მაგ დასკვნას გავაკეთებთ. F-ი არის დამოკიდებული აქტივაციის ენერგიაზე, ხო? თუ შევამცირე, გაიზარდა F-ი და F-ის გაზრდა იწვევს K-ს გაზრდას, იმიტომ რომ K და F-ი, რომელიც რეალურად აი ეს არის, არიან ერთმანეთის პირდაპირ პროპორციული. ესე იგი, მე თუ შევამცირებ აქტივაციის ენერგიას, ეს გამოიწვევს K-ს გაზრდას. და ასევე მე თუ გავზრდი ტემპერატურას, იმიტომ რომ ეგეც გავაკეთეთ, ეგეც გამოიწვევს K-ს გაზრდას, ხო? K-ს გაზრდას. და თუ გავიხსენებთ, რომ რეალურად გამოსახულება, როცა საუბარი გვაქვს რეაქციის სიჩქარეზე, არის ხოლმე აი ასეთი სახით დამოკიდებული სიჩქარის მუდმივაზე და მე გვიზის რეაქციის მიხედვით. მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ K თუ გაიზარდა, გაიზრდება R-იც, ხო? ანუ რეაქციის სიჩქარე. ესე იგი, გამოდის, რომ აქტივაციის ენერგიის შემცირებას და ტემპერატურის გაზრდას ზუსტად იგივე გავლენა აქვს რეაქციის სიჩქარეზე, რაც რეაქციის სიჩქარის მუდმივაზე.